და დღის სხვა მთავარი თემები. ცოტა ხნის წინ ახალციხეში საქართველოს მე-7 იუსტიციის სახლი გაიხსნა. გამარტივებული სერვისით, სადაც მოქალაქეები მომსახურებას ერთი სივრცის პრინციპით იღებენ, ახლა უკვე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობაც ისარგებლებს. თანამედროვე ნაგებობა ქართველმა არქიტექტორებმა დააპროექტეს. ახალი იუსტიციის სახლის შესახებ სასაუბროთ ამ ინოვაციური კონცეფციის ერთ-ერთი ავტორი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე შემოგვიერთდება. მოგესალმებით, ბატონო გიორგი, იუსტიციის სახლის კონცეფცია. იუსტიციის სახლის კონცეფცია უკვე საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, ჩვენ ვიცით, რომ მან აღიარება მოიპოვა გაეროსგან და სხვა უცხოური ორგანიზაციებისგან. კიდევ ერთხელ რომ გითხრათ, რაში მდგომარეობს ამ პროექტის მთავარი ღირსება? იუსტიციის სახლი ეს უკვე არის არამხოლოდ სერვისები, რომელსაც ჩვენ ვაწვით მარტივად მოქალაქეებს, არამედ განვითარების მაპროვოცირებელი აბსოლუტურად ყველა რაიონში. იუსტიციის სახლთან ერთად დღეს იხსნება ლიდერთა სახლი ახალციხეში. დღეს იხსნება ცენტრი, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეუძლია მოვიდეს, გაუზიაროს თავის მოსაზრება, სხვა თავის თანამოაზრეს, ან თქვათ ვისაუბროთ განვითარებაზე, გქონდეს სხვადასხვა შესაძლებლობები ცოდნის მიღების თვალსაზრისით და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, რატო გვაქვს ჩვენ საერთაშორისო აღიარება. იმიტომ რომ იუსტიციის სახლი გათვლილია თითოეულ მოქალაქეზე, თითოეული მოქალაქის საჭიროებაზე, ვინც ცხოვრობს ამჟამად ახალციხის რაიონში, ზოგადად მთელ საქართველოში და ამიტომ აქედან გამომდინარეა, რომ ლორდთა პალატიდან დაწყებული ჰილარი კლინტონი გაერო აბსოლუტურად ყველა მხრიდან ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული აღიარება. ბატონო გიორგი, კონცეფცია ალბათ რა თქმა უნდა არ ირღვევა და აქ თქვენ მოსახლეობას შესთავაზებთ სერვისის სრულ პაკეტს, როგორც იუსტიციის სხვა სახლებში. ჩვენ უკვე არა მარტო თავაზობთ იმ საწყის პაკეტს 250 სერვისს, რომელიც დავიწყეთ თავიდან ბათუმის იუსტიციის სახლის გახსნით, არამედ ვამატებთ სხვადასხვა ტიპის სერვისებს. ეს არის მაგალითად განათლების სამინისტროს სერვისები ატესტატებთან დაკავშირებით, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სერვისები მართვის მოწვევებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ნელ-ნელა აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო უწყების სერვისების ინტეგრაცია მოხდება იუსტიციის სახლში. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ მოქალაქეს არ აინტერესებს რომელი სახელმწიფო უწყება ემსახურება მას. მოქალაქეს უნდა მარტივად მიიღოს კონკრეტული მომსახურება, რაც შეიძლება ნაკლები დრო დახარჯოს ამაში და რაც შეიძლება კომფორტული იყოს ეს ყველაფერი. სწორედ ამაზეა გათვლილი იუსტიციის სახლი და სწორედ ამისთვის შეიქმნა ეს სრულად ახალი კონცეფცია, რომელიც არის ფაქტობრივად ქართული ბრენდი. ბატონო გიორგი, თქვენ აღნიშნეთ, რომ იუსტიციის სახლის გახსნა ხელს უწყობს რეგიონის განვითარებასაც. თქვენ შესაბამისად ძალაუნებურად ერთვებით მთავრობის მთავარ კონცეფციაში, რომ მოსახლეობა უნდა დასაქმდეს. რამდენი ადგილობრივი იმუშავებს აქ ამ იუსტიციის სახლში? 80-მდე ადამიანი იქნება დასაქმებული იუსტიციის სახლში. ყველა ადამიანი, ვინც დასაქმებულია იუსტიციის სახლში, მათ გაიარეს რამოდენიმე თვიანი ძალიან ინტენსიური მომზადება, გადამზადების კურსები, სხვადასხვა ტესტირებები, გამოცდები შეაბარეს და სწორედ ამის შემდეგ უკვე როგორც კვალიფიციური თანამშრომლები დასაქმდნენ იუსტიციის სახლში. სწორედ ამ პროცედურების გავლის შედეგად ისინი მიაწვდიან უკვე დღეიდან სრულყოფილ მომსახურებას ახალციხის და მთელი ამ რეგიონის მაცხოვრებელ მოსახლეობას. და მე მინდა იმაზე გავამახვილო ყურადღება, რომ მეტი სარგებელი ხალხს ავსახათ, ეს არის სწორედ ესეთი ტიპის პროექტები, სწორედ პროექტები, რომელიც ყველაზე მეტ შესაძლებლობას აძლევს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს. იმიტომ რომ იუსტიციის სახლი ეს არის ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა. სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა წამოიწყოს ხალხმა, სწორედ ამ პროექტებში უნდა დასაქმდეს მოსახლეობა. სწორედ აქედან არის გამომდინარე და ამით არის ასე ვთქვათ განსაზღვრული იუსტიციის სახლის შექმნა. სწორედ ეს არის ძირითადი მიზეზი, რომ თითოეულმა ოჯახმა მიიღოს მეტი შემოსავალი, მეტი სარგებელი, მეტი ადამიანი დასაქმდეს და თქვენ რომ შეხედოთ ახალციხის რაიონს, რომ შევადაროთ სულ რაღაც რამოდენიმე წლის წინამდე სიტუაციას, ახალციხე არის რადიკალურად შეცვლილი. დღეს ძალიან სულად სხვა ქალაქში ხვდებით ფაქტობრივად და ახალციხე აღდგა ისეთი ადგილები ახალციხეში, რომელსაც ვერავინ ვერ წარმოიდგენდა თუ ეს ადგილები ახალციხეში არსებობდა. სწორედ აქედან არის გამოწვეული ეს პროექტები, რომელსაც ჩვენ ვიწყებთ. და იუსტიციის სახლი ახალციხეში ეს იქნება როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი ცენტრალური შემკრები ადგილი, სადაც ისინი მოვლენ, უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ, სხვადასხვა სერვისებს მიიღებენ და აქვე დაიწყებენ ბიზნესს, აქვე გახსნიან სასტუმროებს, აქვე წამოიწყებენ სრულად. ბატონო გიორგი, როგორია ასე ვთქვათ, როგორია სამომავლო გეგმები, სად გაიხსნება მომდევნო იუსტიციის სახლები?
მომდევნო იუსტიციის სახლები გაიბრუნებად აფარავს მთელ საქართველოს, თელავში, გორში, სხვადასხვა ქალაქებში, ზუგდიდში ჩვენ ყველგან დაწყებული გვაქვს იუსტიციის სახლების მშენებლობა და ყველაზე დიდი გახსნის ცერემონიალი და ყველაზე დიდი იუსტიციის სახლი გაიხსნება თბილისში, რომელიც დღეში უმასპინძლებს 20,000 მოქალაქეს. 20,000 მოქალაქე მიიღებს სხვადასხვა ტიპის მომსახურებებს თბილისის იუსტიციის სახლში. თბილისის იუსტიციის სახლში არა მარტო სტანდარტული სერვისები გვექნება, არამედ გვექნება ისეთ სერვისები, როგორც არის Just Drive, Just Cafe, ანუ მანქანიდან პირდაპირ მომსახურებას იღებ. კაფეში ჯდები და მიირთმევს საჭმელს და თან მომსახურებას იღებ. ასევე, მაგრამ რატო ვაკეთებთ ამ ყველაფერს? ეს არის შესაძლებლობა საქართველოს გავაცნოთ მთელ მსოფლიოს. ეს არის შესაძლებლობა მოვიზიდოთ მეტი ინვესტიციები. ეს არის შესაძლებლობა საქართველოში დაიწყოს მეტი ბიზნესი, მეტი თანხა ჩაიდოს იმისათვის, რომ მეტი ადამიანი დასაქმდეს, მეტმა საქართველოს მოქალაქემ მოახერხოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. სწორედ ამას ემსახურება ზოგადად ეს პროექტი, რომელსაც ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით ვავრცელებთ. დიდი მადლობა. ამიტომ არის იუსტიციის სახლი ყველა რაიონში განვითარების მაპროვოცირებელი. დიდი მადლობა ბატონო გიორგი, კურიერის შეკითხვებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე პასუხობდა. საქართველოს